საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში ბოლნისის სიონმა გაგრას უმასპინძლა. მატჩი გაგრას უპირატესობით დაიწყო და პირველი გოლით სტუმრებმა გაიტანეს. 5 წლის შორიდან დარტყმული ბურთი სიონის მეკარეს ხელიდან გაუვარდა და ლაშა ყავანდაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა. 33 წუთზე რეხვიაშვილის ჩაწოდებულის შემდეგ ოქროპირიძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მისი თავური ოდნავ ასწდა მიზანს. ტაიმის ბოლოს კვანტალიანმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და შესვენებაზე გუნდი ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. მეორე ნახევარის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კვანტალიანმა დუბლის შესრულებაც შეძლო. გაგრას ნახევარმცველს ასისტენტობა ნიკოლოზ ჯიშკარიანმა გაუწია. ამის შემდეგ სტუმრები მოეშვნენ და ბოლნისელებსაც რამდენიმეჯერ მიეცათ გოლის გატანის შანსი. პირველად ჩხეტიანის შორიდან გასროლილი მოიგერია მეკარემ ლამაზ ნახტომში, ხოლო 5-20 წუთში რეხვიაშვილმა ითამაშა საჯარიმოში კარგად. ცველი ჩამოიცილა და უგრეხელიძეს კარგი პასიც გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმული დიდი მანძილით ასწდა მეტოქის კარს. მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხეს. შეხვედრის 70-მე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რეხვიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა საჯარიმოში, სადაც ისიანმა დაასწრო ყველას და მიმდინარე ჩემპიონატში თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა. ამრიგად გაგრამ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და ბურთების უკეთესი სხვაობით გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა. გუნდმა კარგად ითამაშა, შეგვეძლო 3-0 მოგვეღო, თუმცა თამაშის ბოლოს ფეხბურთელები მოეშვნენ და გოლიც გაუშვით. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. წლევანდელ სეზონში ჩვენ ყველანაირად შევეცდებით და ვიბრძოლებთ UEFA-ს ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. ძალიან დაძაბული თამაში იყო. არ გეგონდი ძალიან ეს იოლი მოგებას, მაგრამ იოლი არც გამოდგა. პირველი სწრაფი გოლი გავიტანა და უფრო გაგვიადლა თამაში და უკვე რასაც ვქია გასახდელეს გოლი გავიტანეთ და უკვე იმას ფიქრობდი რომ მესამე გავიტანა კონჩიტევაზე უკვე მოკესა. დამთავრებული თამაში იქნებოდა რა. ღმერთმა გადმოვხედა და გავიმარჯვეთ.